Ladies and gentlemen, our flight vision landed at 22. The temperature is 27 degrees Celsius. როცა თვითმფრინავი ჩემს მშობლიურ ქალაქ თბილისში ეშვება, ჩანთაში პასპორტის ძებნას ვიწვევ. ეს დოკუმენტი ჩემი თავისუფლების გარანტია. საზღვრის გადაკვეთისას პასპორტს ამოწმებენ. დღეს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. აქ 20 წლის წინ მომხდარი თვითმფრინავის გადაცების მცდელობის შესახებ არაფერი ვიცი. ვცდილობ გავიხსენო რაიმე კონკრეტული ამ ამბის შესახებ. ბავშვობის ბუნდოვან მოგონებებში მხოლოდ ლურჯ ფერს პოულობ. ახალი ამბების დიქტორი ამ ლურჯი ფონის წინ იჯდა და მკაცრი ხმით სასტიკ ბანდიტებზე საუბრობდა. მილიონობით სხვა ახალგაზრდის მსგავსად ისინიც ეუფლებოდნენ სპეციალობას, სწავლობდნენ მუსიკას და უცხო ენებს, მხატვრობას და ლიტერატურას, სამსახიობო ოსტატობას თუ საექიმო ხელოვნებას. ეს იყო 1983 წლის 18 ნოემბერს. თბილისის აეროპორტში ერთმანეთს 7 ახალგაზრდა შეხვდა. 6 ბიჭი და 1 გოგო. მათ ჩემსავით თვითმფრინავის ბილეთი ედოთ ჯიბეში. ფრენა შავი ზღვის მიმართულებით 15 საათსა და 40 წუთზე იწყებოდა. შავი ყუთის ჩანაწერი გაფრენის სამსადის კვამცნობს. აეროფლოტის სამგზავრო თვითმფრინავის 68-23 მაშინ ბათუმში უნდა გაფრენილიყო. თბილისის აეროპორტში 7 კაციანმა ჯგუფმა მოახერხა თვითმფრინავში იარაღის შეტანა. მათი მიზანი სოციალისტური საქართველოდან დასავლეთში გაქცევა იყო. ისინი ბათუმში დაშვებამდე თვითმფრინავის უახლოეს კაპიტალისტურ ქვეყანაში, თურქეთში გატაცებას გეგმავდნენ. გამტაცებლები მეტწილად განთქმული ოჯახების შვილები იყვნენ. მათ შორის 22 წლის გეგა კობახიძე და 19 წლის თინა ფეთვიაშვილი. ერთი დღით ადრე გეგამ და თინამ იქორწინეს. სასაცილოდან მხიარული იყო გეგა და მირეკა და შემაცოდა თავი, ვიღაცა ხეიბარი არის და ავანტყოფი არის და მე თქვა რომ მინდა შენთან შეხვედრაო და მე არ მინდოდა რა თქმა უნდა უარი უთხარი და თქვა რომ კარგიო შენ მე მაინც წავალო ეკო და შენ თუ არ მოხვალო ჩემ გულს მოკლავთ რაღაც მოკეთ ძალიან ესეთი ტრაგიკული რაღაცნაირი ხმით ესეთი რაღაცა თქვა და ну რა თქმა უნდა მე რომ ნახე ვინ იყო და რა იყო ხარ საერთოდ ახლოს არ იყო ესეთი ნამდვილად გამაშაყი რა უბრალოდ და გეგა კობახიძე ცნობილ ქართველ ხელოვანთა ოჯახში გაიზარდა. მამა მიშა კობახიძე კინორეჟისორია. დედა ნათელა მაჭავარიანი თეატრის მსახიობი. გეგა თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა. მისი მეუღლე თინა სამხატვრო აკადემიაში. გეგა პატარაობიდანვე მრავალ ქართულ ფილმში მონაწილეობდა. ეს ფილმები კარგად მახსოვს. მათ ხშირად აჩვენებდა საქართველოს ტელევიზია. შენ მე მომატყუე. საიდან იცი რომ მოგატყუე? იცი საიდან? როცა მე ორს ჭამდი. შენ ხმა არ მოიღე. შენ რატომ ჭამდი ორს? ჩვენ ხომ დავთქვი თითო მარცვალზე მეტი არ შეგვეჭამა. მიყვარს, გაიგეთ მიყვარს. გეგა ჩემ ბავშვობის ძალიან
ახლო მეგობარია, იმ თვალსაზრისით, რომ სკოლაში ერთ კლასში ვიყავით და მე ნუ ყოველდღე ხდებოდით ფაქტიურად. აი იშვიათად რომ დღე ძალიან ის მქონდა ერთიანი როგორ გითხრათ თამაში თუ შეიძლება ითქვას ესე აწყობილი. კარგად ორივეს. ფერისთავობა ვიყავით, რომელსაც თქვა მაგალითად ის შეგვეძლო, რომ ნაყინის საჭმელად მოსკოვში გადაფრენილიყავით და საღამოს უკან ჩამოფრენილიყავით. ამიტომაც უკან რო იყურები და თუ შენ ცდილობ და აფიქსირო შენი ყოველდღიური ცხოვრება და რაღაცა როგორ გითხრა და აი მაქსიმუმი როგორ უნდა ამოგეღო, ხო? იმისაც რომ გართობილიყავი რაღაცნაირად თავი ცოცხლად გებრძნო, ამას ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით. ყველაფერს. აი ოთახში სადაც გაიყო იქ ამერიკის დროშა იყო დახატული რეიგანის სურათები ქონდა ლექსები იყო ამ კედლებზე და აი საუბარი ვთქვათ იმისა რომელსაც ყველა ლაპარაკობდა რომ ეს რა საშინელი ქვეყანაში ცხოვრობდა რა საშინელი რეჟიმია ნუ ხო ცოტა თუ რაღაც თქვა გიჭრის რაღაცას აზროვნებ რაღაცას კითხულობ რაღაცას უყურებ იგივე ინფორმაციას რაღაცა გესმის ამას ის უქმნეს ეს ამას ისა ნუ რა თქმა უნდა ისიც ამბობდა რა საშინელ ქვეყანაში ცხოვრობ და რა საშინელ ქვეყანაში მაგრამ ის რა ახლა წავიდე და მე სხვა ქვეყანაში ვიცხოვრო და რაღაცა ასეთი ყოველ შემთხვევაში ჩემთან არ გამოუხატა 80-იან წლებში მსოფლიო ცივ ომში იყო ჩაბმული. საბჭოთა კავშირის ჩარეზული საზღვრების, რკინის ფარდის მიღმა დიქტატურა მმართველობდა. კაპიტალისტურ ქვეყნებში გამგზავრება მაშინ საბჭოთა მოქალაქეებისათვის მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევაში იყო შესაძლებელი. დღეს ქალაქის შენობებზე შემორჩენილი ცარიელი ადგილები იმ დროს მახსენებს, როცა თბილისი ლენინის პორტრეტებით და ძეგლებით იყო მორთული. ჩემი თაობა ამ ვიზუალური პროპაგანდით გაიზარდა. კადრებით, რომლებიც სოციალიზმის გამარჯვებას გვამცნობდნენ. მაშინ მოსკოვში კრემლის მმართველობა ლეონიდ ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ იური ანდროპოვმა გადაიბარა. საქართველოში რესპუბლიკის ხელმძღვანელი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე იყო. შენი მდგომარეობა მაშინ ძალიან სერიოზული იყო. გარღვევის სურვილით, ამ თვალსაზრისით, გარღვევის სურვილის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი იყო აი ეს ბოლო რაღაც პრესი საბჭოთა გესმის და უფრო ჩნდება გარღვევის სურვილი, როცა ეს ძლიერი პრესი აგონიაში ირხევა უკვე გესმის და მეტი სტიმული გაქვს, რომ არის შანსი, რომ გაარღვეო გესმის, გახვიდე. წასვლის სურვილზე ჩვენ ყველანი ლაპარაკობთ. შეუძლებელი იყო პრინციპში მაგაზე რომ არ გესაუბრო. ეს საუბარი არა მარტო გეგასთან, არამედ ჩვენ ერთმანეთში მუდმივად ხონდა. და ესეც მოდი ჩავთვალოთ ისე რაღაცა ისეთი ოცნების დონეზე იყო რა უბიჭო ავსტრალიაში ჩამაგდო, ეგ შტატებში ახლა გამატარა სამ. თქვათ აი ლონდონი რა იქნებოდა, კარგი იქნებოდა მეგობრები საბჭოთა კავშირიდან გაქცევის სხვადასხვა მეთოდებზე ფიქრობდნენ. ბალტიისპირეთის ქვეყნებში დათო მიქაბერიძე და სოსო წერეთელი ცდილობდნენ გაერკვიათ საზღვაო გზით საბჭოთა საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა. სუკის ყურადღება სწორედ მაშინ მიიქციეს. თბილისში გაჩნდა ეჭვი, რომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები მათ უკვე თვალყურს ადევნებდნენ. მეგობრებმა ახალი გეგმის შემუშავება დაიწყეს. გაჩნდა თვითმფრინავის გადაცემის იდეა. ეს გეგმა მათ მართლმადიდებელ მოძღვარ მამა თეოდორეს გაუზიარეს.
მამა ვიცოდა ეს ყველაფერი, მეტ-მეტად ქორწილი, იმიტომ რომ ეს ქორწილი იყო დათქმული, რომ უნდა ყოფილიყო ქორწილი და აი ამ ქორწილის ეგიდით უნდა მოხდარიყოს ყველაფერი და მამას უთქვია თავის დროზე, რომ ამას ყველაფერს მოხდება საშინელი სისხლის ღრმა მოყვება ამას ყველაფერს. და თქვენ კი არა, მთელი ის რო იყოს, არ დაინდობენო რა, ყველას ამოწყვეტავენ, ოღონდ აქედან საბჭოთა კავშირიდან, რომ იქ რაღაც არ გავიდეს, აი ეს პროტესტის ფორმა თუ პროტესტის აქცია, ხო? ისე გამაცნეს, როგორც თავისი მეგობარი, რა თქმა უნდა, მაგრამ რო გითხრა, რომ გავლენა ჰქონდა თემურს მაგაძე, შეიძლება როდისმე ადრე ქონია, მაგრამ იმ პერიოდში აღარ იყო ესე და ახლა მე არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში არ ვიცი, შეიძლება ამის თქვა თუ არა, მაგრამ მახსოვს დასწინოდნენ კიდევაც ბოლოს იცი, რომ რაღაცა გიჟი არისო, რაღაცა. და ამიტომ სერიოზულად აღარ აღიქვავდნენ და არც აპირებდნენ თემურისთან ნამდვილად არანაირი გეგმების გაზიარებას. რაღაცნაირად ეს აქცია მზადდებოდა. აქედან გამომდინარე, ამ აქციაზე ამ ჯგუფის წევრები საერთოდ არათუ თავის უახლოეს, საერთოდ არავისთან, არც თავის მეგობრებთან, არც თავის მშობლებთან, უახლოეს ადამიანებთან ამის შესახებ არ საუბრობდნენ. ეს იცოდა მხოლოდ და მხოლოდ აი ჯგუფის იმ ნაწილმა, ვინც აი მერე თვითმფრინავი წაიყვანეს. თვითმფრინავის გადაცემამდე ერთი დღით ადრე გეგა კობახიძემ და თინა ფეტვიაშვილმა იქორწინეს. ბათუმში გაფრენა საქორწილო მოგზაურობად იქნა გასაღებული. ქორწილში მყოფი სტუმრებიდან არავის გასჩენია ეჭვი, რომ ეს მოგზაურობა საბჭოთა კავშირიდან გარღვევის მცდელობა გახდებოდა. უცნაური იყო, იმიტომ რომ მე რაღაც ყოველ შემთხვევაში რაღაც უფრო პოზიტიური ის მქონდა, დამოკიდებულება მაგ დროს, რომ რაღაც ქორწილია და სიყვარულია და ახალი რაღაც იწყება და ამ დროს რაღაც დაიწყო უფრო ესეთი რა, უფრო სერიოზული და საშიში. წინათ გრძნობა იყო ალბათ ეს, რომელსაც მე ეხლა ვაცნობიერებ. ჩემი საშინელი ნერვიული მდგომარეობა ქორწილის დროს. ბოლოს და ბოლოს ახლა რა თქმა უნდა შვილს რომ ათხოვებ ამ შვილს რო ცოლი მოყავს, ნერვიულობ მეტმეტეს როცა ქორწილია იქ რაღაც, უნდა გითხრა ერთი რამ კიდე ძალიან არ უნდა გეგას ქორწილი. იყო სუფრა, იყო ბევრი ხალხი. იყო ცეკვა, იყო ხიარულება და ორი დღის შემდეგ უცებედად ვიგებთ ესეთ ამბავს, რომ გეგამ და კიდე გაუგებარმა ხალხმა მაშინ არაფერი არ ვიცოდით, ჯერ კიდევ რა მოხდა, როგორ მოხდა, გაიტაცეს თვითმფრინავი. თვითმფრინავი შავი ზღვის მიმართულებით 15 საათსა და 40 წუთზე დაიძრა. გაფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ პილოტებმა თვითმფრინავი თბილისისაკენ მოაბრუნეს. დღემდე გაურკვეველია, ვისი ბრძანებით მოხდა კურსის შეცვლა. შავიყუთის ჩანაწერში ბათუმში არასასურველი მეტეო პირობების შესახებ არაფერია ნათქვამი. კურსის ცვლილებას სამგზავრო სალონში ვერავინ შეამჩნია. ამ მომენტისთვის გამტაცებლებმა იარაღის მუხარით პილოტებისაგან თვითმფრინავის თურქეთში გაფრენა მოითხოვეს. ჰაერში გამტაცებლებსა და პილოტებს შორის სროლა ატყდა. ეკიპაჟის წევრები შეიარაღებულები აღმოჩნდნენ. სროლის შედეგად ორი გამტაცებელი და ეკიპაჟის ორი წევრი დაიჭრა. ერთი გამტაცებელი დაიღუპა. პილოტებმა მოახერხეს კაბინის კარების ჩაკეტა. გამტაცებლები სამგზავრო სალონში განაგრძობდნენ მგზავრების დაშინებას. ბოლომდე მე პირადად არ მიგრძნია შიში გარდა იმ მომენტისა, როდესაც უკვე გავედით სახლიდან. მაშინ დამეწყო რაღაც. ცირა იყო ძალიან უცნაური, რომ და რატომღაც მე გაირკვა, რომ ყველას რაღაცა ბოჭავდა, რაღაცა აკავებდა ყველას და მაინც რაღაცა ძალას მივყავდით, იცი ამ თვითმფრინავისკენ. ერთმანეთის
წამხედურობით აღარ უნდათ გაჩერება, მაგრამ ბოლო დღეს უყელა მოვიდა. ბოლო დღეს უყელა ეძებდა მამას, იმიტომ რომ იცოდნენ რომ მამა რეალურად ამათ გააჩერებდა. ეს მომენტი ქონდა, თან უნდათ ამის გაკეთება, თან ერთმანეთის ხათრით თუ ჯიბრი, ხო, აი, ვეღარ იხევდნენ უკან. თან იცოდნენ რომ მამა ამის გამჩერებელი იყო, ამის ყველაფრის. როცა გეგა და ესენი გავიდნენ სახლიდან რაღაც 15 თუ 10 წუთში აღარ მახსოვს ზუსტად იქიდან ქუჩის მხრიდან კაკუნი გაისმა ფანჯარაზე და მე გავიხედე ხედავ დგას ეს მე ვიცნობდი და ამიტომ თქვათ არ და ისო წავიდნენ ერთის მოვედი იმის აზრზე რომ რატო მოვიდა, რატო იკითხა, რატო უნდა ეკითხა, რატო იკითხა და რატო უნდა ეკითხა, იმიტომ რომ ეხლა ჩემს სულთან მე არ ვიცოდი მაგას თუ რაიმე ურთიერთობა ქონდა. თვითმფრინავმა თბილისში დაშვება დაიწყო. გამტაცებლებს ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ისინი თურქეთში მიფრინავენ. აეროპორტში სამხედრო ძალების სრული მობილიზაციაა. თბილისის აეროპორტში რომ დაჟებდნენ, მარტო მაშინ მივხვდით, რომ უკან დავუბრუნდით. და მე უკვე გამოძიების დროს წავიკითხე მე რომ ესეთი ყოფილა თურმე ისედაც მოbrunებული ყოფილა თვითმფრინავი. და ეს ვერავინ ვერ იგრძნო. დათო მიქაბერიძემ, როცა შეიტყო რომ თვითმფრინავი ისევ თბილისში დაფრინდა, თავი მოიკლა. გია ტაბიძე პილოტებთან ატეხილის როლის დროს დაიღუპა. ძიმედ დაჭრილი სოსო წერეთელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმფრინავი დაშვებული არ იყო თბილისის აეროპორტში, რომ 20 წუთის განმავლობაში საჯარისო ფორმირებები მერვე პოლკის ავტომატების ჯერით სხრივავდა თვითმფრინავს. იმიტომ რომ აეცილებინათ თვითმფრინავის ცაში ხელმეორედ გაფრენის საშუალება. ჯერ რა თქმა უნდა ვერც მივხვდი რა ხდებოდა, იმიტომ რომ აი ნამდვილად რაღაც თითქოს დაფრინავდნენ ეს ტყვიები ჰაერში, რაღაც ეს ძალიან ძვიმასავით წამოვიდა და გაუგებარი იყო რა ხდებოდა. და ნუ მე დავინახეთ კიდევაც ეს გარშემო ალყაში ვიყავით და ხოლმე მაგ დროს ბევრი მგზავრი დაიჭრა, მათ შორის გეგაც დაიჭრა. დაახლოებით აი ეს 8 საათი იქნებოდა. რეკავს ტელეფონი ვიღებონებს და მეუბნებიან, რომ იცით რა, ძალიან გთხოვთ რომ მოგზავნდეთ აეროპორტში. და მე რო ვკითხე რომ რა შემეთქი საქმე რა ხდება მეთქი რატომ ესა და არა უცითო რაღაც ვაქო რაღაც მოხდაო ისეთი ისაო და თქვენი შვილიც და ძალიან გთხოვთ რომ მოგზავნდეთ. რომ მივედი ვიმგზავნდებით რომ მკითხეთ და მითხრა ასე დამიბარეს და ხო მოგზავნდით რომ მოგზავნდით შემოყვანეს გავუყვანეს მეორე საფუძვო და ხედავ მთელი მთავრობა იქ. აი ამ დროს გავიგონე სხვათა შორის იმისი შევარდნაძის ხმა. ნუ არ ვიცი მე რა იყო რა მოხდა როგორც მე გამოიყვა რომ ეს იყო მერვე პოლკი მაშინ ასე ეძახოდნენ გამოიძახა ინაურმა და იმათმა ატეხეს გარედან სროლა. სიგნალი იყო თვითმფრინავში და უცებ თითქოს მიწიდან ამოხტა ვიღაცა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩემს წინ უცებ ამოვიდა კაცი ძალიან დიდი იყო რაღაც ძალიან შოკში ჩავარდი იმიტომ რომ ძალიან მოულოდნელი იყო მართლა ძალიან რაღაც ფანტასტიკა იყო წითელი შუქი ქონდა თვალებთან არ მახსოვს სათვალე ეკეთათ თუ რაღაც სპეციალური და მე მკითხა რომ შენ მგზავრი ხარო და მე ვთქვი კი მეთქი
მაგრამ მე გამოთვალეს მაინც რომ მე არ ვიყავი მგზავრი და პირველი მე ჩამომსვეს თვითმფრინავიდან ესე პრინციპი ჩამომაგდეს თუ არ სტრაპი იყო არაფერი. ასაფრენძოლზე სამხედროებმა თვითმფრინავი გარედან გაუფრთხილებლად დაცხრილეს. შემდეგ გაიმართა რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება გამტაცებლებთან. საბოლოოდ რუსეთიდან მოვლენილმა სპეცდანიშნულების რაზმმა თვითმფრინავზე შტურმი განახორციელა. გამტაცებლები სულ რამდენიმე წუთში იქნენ დაკავებულნი. თავიდან ეს ამბავი ფართო საზოგადოებისათვის გასაიდუმლოებული იყო. გამტაცებელთა ოჯახებიც კი მხოლოდ მცირე ინფორმაციას ფლობდნენ. მოგვიანებით სუკმა მამა თეოდორე დააკავა. ანტიკომუნისტური ლიტერატურის შენახვის საბაბით. ის რომ ამას დაიჭერდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავში არ იჭრდნენ, მიუხედავად იმისა, რომ 6 თვე ამ ბიჭებთან რეალური კონტაქტი არ ქონია, აი კანტი-კუნტი კონტაქტი ქონდა, ანუ ხან ერთი მოდიოდა, ხან მეორე მოდიოდა, მაგრამ ეს არ იყო ახლა ესეთ ხასიათი, როგორცაც ადრე ატარებდეთ, ის უკვე ერთად მოდიოდნენ, იყო რაღაც საუბრები, ეს ანტისაბჭოთა საუბრები ძირითადად. ხო, ეს უკვე აღარ იყო ეს მომენტი, იცი? და მე რო გადიოდა თვალი ჩამიკრა ისე და ესეთი ნიშანი ქონდა ეს ნიშნავს სადღაც იპოვა one way. ისე ამაყაც წავიდა რომ ისინი ვერ გაუკეთეს რომ აი ხელები ესე დაიდიან ხელბურკილები დაგადოთ ან რაღაცა და ესე წავიდა. აი იმის მერე აღარ მინახავს. მაშინდელი პრესა მხოლოდ ეკიპაჟის წევრების, ბორტგამცილებლის და 2 პილოტის სიკვდილს იუწყებოდა. ნეკროლოგში ეწერა, ისინი თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ. გატაცების მცდელობა ნახსენები არ იყო და არც ის, რომ თვითმფრინავის გარედან დაცხრილვის შედეგად 2 მგზავრი დაიღუპა. ეკიპაჟის წევრები სახელმწიფოს ხარჯით დაკრძალეს. მათ სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირის გმირობა მიენიჭათ. დაკრძალვა სახლობლებთან და თანამშრომლებთან ერთად საქართველოს მაშინდელი მთავრობაც დაესწრო. თუმცა ამ დაკრძალვის კადრები მხოლოდ 9 თვის შემდეგ აჩვენეს ტელევიზიით. და რა გველოდებოდა საერთოდ სადავართ რატო ვართ მან გუშინ სხვაგან მიყავით და უცებ აღმოჩნდით ესეთ კოშმარში რომელიც ძალიან დასაჭირებელი იყო, მაგრამ რეალობა იყო და ნუ აი რაღაც საშინელი გამოუვალი მდგომარეობა იყო, რომ ვერაფერს ვერ უშველიდი, რა ვიცი, მოგეთ იცი რა ძალიან ძნელია რა, როდესაც შენი მეგობრები არიან, შენი ახლობლები არიან და უცებად ლაპარაკობენ რომ აჩიპენცი, ბანდიტი, ტერორისტი, ნუ ამ ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება ხო საკმაოდ რთულია. ძალიან ძნელია რომ გეგა დაუკავშირო, კონკრეტულად გეგაზე ვსაუბრობ, თქვა მაგალითად ტერორისტს და საერთოდ თან ტერორისტის ესე იგი იმ სახეს როგორც იმ დროს შეგეძლო წარმოგედგინე. პირველ დღეს ვარყავი რაღაცეები მოკეთ არაფერი არ ვიცოდი და რაღაცა, მაგრამ მეორე დღეს ყველაფერი გამოვხდი რომ რაღაც მოკეთ რაც ვიცოდი ყველაფერი ფაქტიურად მაგრამ არ მქონდა გამბედაობა რა, ნუ აზრიც არ მქონდა იცი, იმიტომ რომ აბსოლუტურად გაუგებარი იყო ვინ რაც იძახდა და აბსოლუტურად არ ვიყავით იმისთვის მომზადებული რომ
რაღაც გეგმა ქონოდა რომ არ თქვათ და არ გამოვიდეს რამე და აი რა ვქონათ მე გაიგე ეს მეორე ვარიანტი არ ქონდა საერთოდ ეს ტიპი ვინც იმას მიშვებოდა ის დამკითხა რა საკმაოდ ესეთი იყო საკმაოდ ერუდირებული ასე ვთქვათ მეგობარი იყო და ამხანაგი ხოდა ნუ რაღაც უფრო ისეთი რაღაცები აინტერესებდა თანაც დეტალი რელიგიასთან დაკავშირებით და კითხულობდით თუ არა ბიბლიას და რაღაც აი სიგიჟე იყო მაგრამ ნუ ფაქტია რომ 5 საათი იქ ვიჯექი და ეს ტიპი რაღაცას იმ თავს მანქანაზე ბეჭდავდა ესმა ისეთი ჭკვიანური შეკითხვა მომცა რომ ბავშვობაშიო უყვარდა თოფით და იმით თამაშიო და მეუთხარი რომელი ბავშვია და თანაც ბიჭი რომელიც არ თამაშობს თოფებით მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ რომ მაინდა-მაინც არ იყო ამით მეთქი დაკავებული უფრო იყო აი რაღაც სპექტაკლებს გავდა ყავდა თავისი მსახიობები მეზობელი და აი ამ სპექტაკლებს გავდა სახლში და ჩვენ ვიყავით მისი მაყურებელი და უფრო ამით იყო მეუთხარი დაკავებული და ესე თოფით ჭერი ახალ ველოსიპედით და 1983 წელს რეჟისორი თენგიზ აბულაძე თავის ყველაზე ცნობილ ფილმს მონანიებას იღებდა. ეს იყო პირველი საბჭოთა ფილმი, რომელიც სტალინისტურ რეპრესიებს გაემიჯნა. ამ ფილმში გეგა კობახიძე ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა. გადაღება ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული, როცა გეგამ გაქცევა სცადა. სუკმა კონფისკაცია გაუკეთა ფილმის მასალას და გაანადგურა სცენები გეგას მონაწილეობით. ცენზურას მხოლოდ ფირის 1/5 გადაურჩა. მოგვიანებით ეს სცენები მსახიობ მერაბ ნინიძის მონაწილეობით გადაიღეს. მხატვრულ ფილმს მონანიება 80-იანი წლების ბოლოს მსოფლიო წარმატება ხვდა წილად. გეგა ძალიან გამხდარი იყო რაღაც არანორმალურად გამხდარი იმდენად რომ შარბანიც რამდენი ადგებოდა საპასუხოდ იმდენი ეს ვიწერდა ეს მოჩალოს და რომ პიროდი მე როცა უყურებს იქნახას მიქნდა მე მეხეწებოდა მოდი ხარო რა გახეწებდა მახსოვს რომ გეგა მაწნარებდა რომ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება და თვითონ იყო ამ დროს ძალიან გაფიქრებული და შეშინებული ისევე ალბათ როგორც ყველა ჩვენთაგანი მაგრამ ნუ აი შემდგომ დღეებში უფრო რაღაც დავწნარდით იმდენად რამდენადაც ეს პირველი შეხვედრა სასამართლოსთან იყო ძალიან ისეთი საშინელი და არ ვიცოდით რა გველოდებოდა და რა ის საერთოდ ეს დარბაზი იყო გაჭედილი, მაგრამ ეს ხალხი იყვნენ უშიშროების თანამშრომლები, ზოგი ფორმიანი და ზოგი უფორმო. ანუ იქ ჩვენი მხრიდან იყო მარტო 8 კაცი, დედა და მამა 4 მსჯავრდებულის, მე არ ამიშვეს. 9 თვის შემდეგ სასამართლო დარბაზში გამტაცებლებმა ისევ ნახეს ერთმანეთი. ბრალდებულთა სკამზე ისხდნენ თინა ფეტუიაშვილი და გეგა კობახიძე, ძმები პაატა და კახა ივერიელები და ასევე მოძღვარი მამა თეოდორე, თეიმურას ჩიხლაძე. საზოგადოებაში ასეთი პოლიტიკური მნიშვნელობის შემთხვევა ბოლომდე ვერ მიიჩქმალებოდა და საბჭოთა ტელევიზია პროცესის ცენზირებულ კადრებს გადმოსცემდა. ახალ ამბებში გამტაცებლებს ბანდიტებად მოიხსენიებდნენ. გარღვევის ეს მცდელობა სამაგალითოდ უნდა დასჯილებო. გაიმართა იდეოლოგიური საჩვენებელი პროცესი. მეთაურის როლი სასამართლომ მამა თეოდორეს დააკისრა. ხო, ჩვენ გვამხნევებდა ძალიან და თვითონაც იცი რა როლი ქონდა, არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან ესე იგი აქტიურად თავს აბრალებდა ყველაფერს, თავის თავზე იღებდა ყველაფერს და
ესე რომ რაღაც მომენტში შევეჩვიეთ კიდევაც იცი უკვე რეაქცია აღარ ქონდა იმიტომ რომ ნუ თავიდან რა თქმა უნდა შოკირებულები ვიყავით მაგრამ მე იცი ეცი არ გაუთავებლად სულ ყველაფერს იბრალებდა ყველაფერს და საქმეში ესე იგი რაც ვინაცვლე ხიაპუმარა თორემ არანამდვილი არამედ სადავში იყო მარტივი გათვლა მე თვითფრინავში ისედაც არ ვიჯექი მე თუ რამეს დავიბრალებ ამათ მე დანაშაულს შეუსუბუქებ და მუხლს მოვაკლებ ანუ სასჯელის ზომას გაუნახევრებ მე უკეთეს შემთხვევაში მომიმატებელ სასჯელის ზომას მე ვიჯდები 5 წელი იქნება 6 თუ 10 სამაგეროდ ამათ დავიხსნი სიკვდილისგან აი ესეთი გათვლა იყო და აქედან გამომდინარე მე საქმიდანაც ნახავ რომ იცოდა არ იცოდა ეკითხებოდა არ ეკითხებოდა ყველაფერს იღებდა თავის თავზე იქ კიდევ ესე იგი პირისტრალკან მიდიოდა ასე ვთქვათ პილოტებს ნუ სროლის ხმები ისმოდა და ამ დროს მიუტაცე ხელი თემის ხმებში გავაჩერე ესე იგი მოვკიდე ხელი მან დაიყვირა у меня говорит нет оружия რამდენჯერ მომიწყდა მე მაინც იცი ყოველმაინც ეგოისტი ადამიანი და მithumetes დედა სულ იმას ფიქრობდი რომ აი რომ მიდიოდა სად მტოვებდა მე კაცო როგორ მტოვებდა ესე ნუ ერთი დედაშვილი ვიყავით ხო და იქ სასამართლოზე რომ ამბობდა რომ დედა ჩემი და მოსამართლე მოთხრა კაცო რა არის ამ სულ დედაშენს ახსენებო და ამბობო რომ დედა ჩემი და ესე რომ მიდიოდი ამ დედაში ვინ გითხრათ მე იქ წავდი და მოვეწყებოდი დედა ჩემსაც რომ გამოვიძახებდი და წავიყვანდი რომ თან მაგრამ შემა იყო რაღაც ახსენისა რა ხრაში უკვე დიახ სულსამხა რომ იარაღი ამოღებული მაქვს მაგრამ სერვისით ბეთანიაში მე მგონა რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს მიხაროდა ყოველი შემდეგი დღე რომ სასამართლოზე წასულიყავი მე უკვე როდესაც შევეჩვია ამ პირველ უხერხულობას და იმიტომ რომ მიხაროდა ბიჭების ნახვა და მე მკითხეს რომ თქვენ იცოდით რომ ფერმძიმეთ იყო და მე ვთხარი ხა მე ეს ხო არ შეეკითხა ხა ფერმძიმეთ ახარ გვარდაუწევ მაგრამ ისე მეთქი რაღაც ვატყობდი რომ ვერ იყო მეთქი ისე რაც ფერმძიმე გავს ჩვევია და ეს არის თქო და დაახლოებით რა ნუ მე ვთხარი ალბათ რაღაც დაახლოებით ეს 3 თვის ფერმძიმე მომეთქებოდა ჩემგან რომ გავიდნენ საქმეშიც არის ციხეში თინა პეტიაშვილს აბორტი გაუკეთეს. არც მას და არც სხვა გამტაცებლებს ადვოკატების არჩევის უფლება არ ჰქონია. გზავრების მანიპულირებული ჩვენებები გამტაცებლების დაცვას უფრო ართულებდა. ძალიან მაინდა-მაინც არ ამხსენიათ. კი მეწყინა როგორც სასამართლოს დროს ისეთი მომენტები იყო, სადაც ჩემი ადვოკატი უნდა ჩარეულიყო და ეთქვა რაღაცა ჩემს სასარგებლოდ და ნუ ეს ხალხი უჩუმად იჭდა. მე დედა ჩემმა აკეთა ძალიან ისეთი სკანდალი სასამართლოზე დამიხვირა რომ ეხლავე უარი თქვი ადვოკატს თორე თავს მოვიკლავო და კი მესმოდა რომ დავუშვათ რაღაცები გამოტოვა მაგრამ იმდენად დამნაშავედ გრძნობდი თავს რომ პრეტენზია არ მქონდა რომ რაღაც გავდი ჩარეული იყო ეს კარი და რაღაცა და ხოდა რაღაც მომერი და დედა ჩემმა ესეთი სკანდალი რომ მოაწყდა ბოდიშიც კი მოუხადე ამ ქალს. პატამ როგორ უთხრა, ესე იგი გამოაცხადა რომ არ უნდა პატამ გამოაცხადა რომ არ უნდა გაფუდე თვალეშიო? ეს რომ არ შეგვიძლია. ესე იგი მე თქვენ ადასტურებთ იმას რომ მე იმ ხალხს ვისაც უნდა რომ დავემუქრე მოგიკლავ და ასე შემდეგ და ეს ბავშვი რომ დაემუქრე ეს კი ვიცი მაგრამ კონკრეტულად რომ არის ბავშვი. არ გადახდე ზოგიერთი და ასე მოვხდებოდი რომ შენ პატარა ბავშვო დაუკლავო სიც და გალევინებს თქვენო შევჭამ ჩვენო და გაგურებინებს თქვენ Чем вы можете искупить вину? Перед дочерьми Шарбатняна, перед его внуками. У вас было все. Что вам там нужно было? Как вы сейчас относитесь к Западу? Сейчас вы еще уверены в его превосходстве перед советской системой, где вы учились? И чем вы можете ответить?
ჩნდებოდა თვითმფრინავი, რომ დაიწყო თვითონ გაჩერებულიც არ იყო თვითმფრინავი. ხო მიგორა თვითონ ტრასაზე არა? ისეთი საშინელი სტროლა იყო. ნუ უკვე ვიფიქრეთ რომ ფექტებით რაღაცა ხდება საშინელები. ეს მერე გავარკვიეთ რომ სტროლა იყო გარეთ. ჩემი მეუღლე რომ გამოიძახეს იქ თვითმფრინავი რომ იყო, იგი რომ დააჯინეს, სადიჯექიო. ხო, აი ოდნავ რომ გადახრილი არ ყოფილიყო, პირდაპირ რომ გაზომეს. ტყვია ხო, პირდაპირ უწევდა გულში. თვითონ მე სადაც ვიჯექი, სადაც გამოძიების მედეთო ნახევრის ადგილი, იმ ადგილას სადაც მე ვიჯექი 5 ტყვია იყო გამოვლილი ავტომატის ტყვია. ამასობაში ხამბინ რეკავდა და მეუბნებოდა რომ აი გეგას არაფერი ესეთი დიდი დანაშაული არ აქვს შეშლში არ აქვს ხელი გასწრილი და ალბათ გეგას 10 წელს 8 წელს ნუ რაღაცებს შეიძლება რომ ეს რაფად მოხდა რომ 1 აგვისტოს დაწყებული სასამართლო 13-ში დამთავრდა თან პარასკევი დღე იყო პარასკევი დღეს დამთავრეს და ორშაბათს უკვე დაგვიბარეს განაჩენის გამოსატანი. Изложенные мной обстоятельства виновности каждого подсудимого в отдельности прошу приговорить. Чехладзе Таймурана Владимировича по статье 19, часть 1 статьи 84 УК Грузинской ССР к максимальной санкции этой статьи, к высшей мере наказания расстрелу. И велели Каху Важаевича, и велели Пату Важаевича, Колбахидзе Германа Михайловича, к высшей мере наказания расстрелу. Петриашвили Тинатин Владимировну на основании статьи 40 УК Грузинской ССР окончательно определить ей 15 лет лишения свободы в ВТК общего режима. Чем განაჩენი არც განიკია უბრალოდ ყველაზე რა თქმა უნდა მეტად გეგაზე განვიცადე თუ გავიგე რომ გამოუტანეს ესეთი განაჩენი ალბათ არ ვიცი რის იმედი მქონდა, მაგრამ თავს ვიტყუებდი, რომ შეიძლება არაფერი ეგეთი არ მომხდარიყო და მაინც ეთქობა მოულოდნელი იყო ასეთი განაჩენი. Чем там нашали არავისთვის არ არის სასიამოვნო იყო დამნაშავე და ბოროტ მოქმედი არც ამაყო ამაში არაფერი და რა თქმა უნდა ნანობ ყველაფერს ძალიან მიჟებს ლაპარაკი და მე ვერც გრავიც ვერც როდის ვიტყვი ვერ ვიტყვი არა მაქვს მე ამის უფლება რომ სულად გამოჩნდება ეს ევროწყობის მეყენება იქნება რომ ხო მაპატია ვარ როგორ ვთქო მაპატია არავინ ელოდა, რომ პროკურორი მაშინდელი საბჭოთა კანონმდებლობით არსებულ უმაღლეს სასჯელს, სიკვდილით დასჯას მოითხოვდა. ქართული კულტურის წარმომადგენლებმა მთელს ქვეყანაში შეწყალების თხოვნაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ცენტრალურ კომიტეტსა და მთავრობაში ასობით ხელმოწერა იქნა წარდგენილი.
პეტიციაში გამტაცებლების დანაშაული და დასჯის აუცილებლობა ეჭვგარე შეიდგა. მხოლოდ მათ შეწყალებას ითხოვდნენ ახალგაზრდა ასაკის გათვალისწინებით. ამ აქციამ წარუმატებლად ჩაიარა. კანიჩენის გამოტანიდან 2 თვეში 4 სიკვდილის ჭილი აქ, თბილისის ციხეში დახვრიტეს. მაშინდელი საბჭოთა კანონის თანახმად კანაჩენის გამოტანიდან მის სისრულეში მოყვანამდე 9 თვე მაინც უნდა ყოფილიყო გასული. დღემდე გაურკვეველი რჩება, რატომ არ იქნა დაცული ეს აუცილებელი ვადა. რატომ დახვრიტეს გამტაცებლები ასე სასწრაფოდ. ვის დასჭირდა სიკვდილის ჭილთა ოჯახების გაურკვევლობაში ყოფნა 5 წლის განმავლობაში. ისინი დახვრეტის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებული და დღემდე არ იციან თუ სად დაკრძალეს ცხედრები. ყველაზე დიდი უბედურება არის, როცა არ იცი რა ხდება შენ თავს და ხარ გაურკვევლობაში. ესე იგი, გავიდა 84 წლიდან 99 წლამდე ჩვენ არ ვიცოდით რა მოხდა საერთოდ. ერთი ვერსიით შეიწყნარეს, მეორე ვერსიით მოდიოდა ვიღაც ადამიანები გვეუბნებოდნენ, რომ აქ არის, იქ არის, თქვენ ოღონდ ჩუმად იყავით, თქვენ ხმა არ მოიყვთ. ძლიერს შეიწყარეს ესენი. დადიოდა მე რაღაცნაირი ამბები ციხეში ასარმეცის სულ რაღაც ამ საქმეში უფრო გაცნობიერებული ხალხი ვინც არიან პატიმრები და რაღაც ისტორიებს ყვებიან არსებობს ეგეთი კოლონია სადაც ხელისუფლება უნდა იყვნენ და რაღაც მუშაობენ რაღაც მძიმე სამუშაოებზე და არსებობს ეგეთი ადგილი და ალბათ იქ არიან და მე სულ მეგონა რომ ალბათ მართლაც იქ არიან და იცი რა ეხლა მე უნდა მეხომ ჩემი მეგობრები რომ ალბათ იმ 5 წელმა შენ ძალიან კი არ ახლა შეება რა სიტყვა აი რაღაც იმედი რომ იყო აი ამის გამო შეიძლება იცი უცებ რაღაცა ნუ ხوار შეიძლება თავი მოიწლა ხوار შეიძლება რომ დაჩაჩანაკი და ეს 5 წელი მაინც იმდენი დროა გესმის რაღაც ეს მოლოდინში რო ხარ ძალაუნებურად შენ ფიზიკურ იმას უწევ რაღაც ანგარიშს და იმას რომ მაგრად იყო რომ ნუ რაღაც ბოლოს დამიძახებენ და მეტყვენ რომ აი ამ კოლონიაში შენი შვილი და უნდა წახვიდე მაგრამ ყველაფერი ასე ჩამთავრდა. ხუთი წლის შემდეგ საქართველოში ნანატრი თავისუფლება დგება. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ დაარბია მშვიდობიანი დემონსტრაცია, რასაც დემონსტრანტებს შორის მსხვერპლი მოჰყვა. ეს თარიღი საქართველოს დამოუკიდებლობის ფაქტობრივი დასაწყისია. სულ მალე საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველომ თავისი პირველი პრეზიდენტი, ეროვნული მოძრაობის მეთაური ზვიად გამსახურდია აერჩია. რაღაც ჩვენთანაც ცვლილებები მოხდა 9 აპრილის ამბავი რაღაც გადატრიალებები რაღაცა და მოკლედ ვიღაცამ ბოლო-ბოლო მოახერხა რაღაცნაირად რომ ეს საკითხი მოკლედ ჩემს სასარგებლოდ ჩემი განთავისუფლებით დამთავრებულიყო. გამსახურდიას მთავრობამ თვითმფრინავის გადაცემის გამოკვლევის მიზნით დააარსა კომისია. სასამართლო პროცესის ოქმებს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა მიენიჭა. ოქმები მაშინდელი პრეზიდენტის ოთახებში ინახებოდა. ესენი იმას კი არ ადგენდნენ, რომ აი ვინ ეს როლა, ვინ არის როლა, ესენი ეძებდნენ მე როგორც მე მივხვდი ერთადერთ წერილს, სადაც იქნებოდა შევარდნაძის ხელის მოწერა, რომ დახვრიტეთ. ნუ რა ლოგიკური, ხო ეს წერილი როგორ შეიძლება რომ ბუნებაში არსებობდეს. ბრძანებაც რო არსებულიყო, ეგეთი წერილი ბუნებრივია რომ არ იქნებოდა, ხო ლოგიკიდან გამომდინარე. ველოდებ იმ მომენტს რომ აი როცა არ იქნება ეს სუბიექტური რეალობა, ანუ ასე ვთქვათ, აი ეს ფონი პოლიტიკური რომ მოშორდება ამ საქმეს, ხო? აი მე გავაკეთებ რეაბილიტაციას. დამოუკიდებლობიდან 2 წლის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ომის გარსაცვლში გაერქვა. ახლად არჩეულ პრეზიდენტს ოპოზიცია დაუპირისპირდა. პრეზიდენტი გამსახურდია იძულებული შეიქნა ქვეყნიდან გაქცეულიყო. ძალაუფლება დროებითმა სამხედრო საბჭომ მოიპოვა. რამდენიმე თვეში საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა და სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელობა გადაიბარა. მომდევნო არჩევნებზე იგი პრეზიდენტად იქნა ლეგიტიმირებული და 2003 წლის ნოემბრამდე მართავდა ქვეყანას.
საქართველოში თვითმფრინავის გატაცების ამბავი 20 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალურობას. 1983 წლის ტრაგიკულ ისტორიაზე ისევ მსჯელობა. ვინ იყვნენ გამტაცებლები, ტერორისტები, თავისუფლებისათვის მებრძოლები თუ თავგადასავლის მიამიტი მსხვერპლი? არსებობს მრავალი ვერსია და ლეგენდა ამ ამბის გარშემო. მაშინდელი ბანდიტები დღეს გმირები ხდებიან. თბილისში ერთ-ერთ პატარა ქუჩას სოსო წერეთლის სახელი დაარქვეს. ეს სატელევიზიო რეკლამა სპექტაკლის ჯინსების თაობა პრემიერას გვამცნობს. პრემიერა თბილისის ერთ-ერთ პატარა თეატრში გაიმართა. წარმოდგენები დღესაც ანშლაგებით მიმდინარეობს. მაყურებელი მეტწილად ახალგაზრდაა. გმირული ეპოსი თინას, გეგას და მათი მეგობრების ამბავს მოგვითხრობს. სცენაზე ციხიდან გაქცევის ოცნებაზეა საუბარი. თვითმფრინავის გატაცების ამბავი ისევ პრესის ყურადღების ცენტრში ექცევა. თუმცა ეს პათეტიური ეპოსი ბევრ კითხვას პადებს. თუ გავიხსენებთ, რომ გმირების ოცნება მსხვერპლი განაპირობა. მე რა ვიცი, რა გმირებად გამოიყვანეს, რავთ, მე რა ვიცი, ჩვეულებრივი ტერორისტები არიან. ჩვეულებრივი, სადაც არ უნდა იყვნენ. და სადაც არ უნდა იყო, იქ ვიტყვი, რომ ტერორისტები იყო. აბა სხვა რა უნდა? ტერორისტები ხო ქვია მაგას? ხომა, ტერორისტები იყო ეგენი, ხო? ძალიან ნამდვილად რომ მაგარი ტერორისტები. რატომ უნდა დაუდგან ანის ძეგლია თუ ანის მისი სახელობის ქუჩა თუ ანის სპექტაკლი, რატომ უნდა დაუდგან მაგას? მითხრა რომ რაით არიან მაგინი გმირები. რომ კომუნისტები წყობას ისე იგი აგინებდნენ და აუდგნენ წითურ ვერ მივხვდი. რაით არიან გმირები ერთი მაინც მითხრა რა. ორი წლის წინ საშინელი რაღაცა რო კიდე დაგვემართა. ახლა ამას მე გრძლად არ მოყვები, ვიტყვი მხოლოდ რომ გამოჩნდა კაცი, რომელმაც გითხრა რომ იცის ეს თვითმფრინავის ბიჭები სად არიან დასაფლავებული და წაგვიყვანდა და გვანახებდა იმ ადგილს, უკვე დემოკრატია საქართველოში და ჩვენ შეგვიძლია რომ წამოვასწრებთ ჩვენი მიცვალებულები. წავედით ახლა ბევრი ვარ გავაგზავნო, ჩემი მეუღლის ბიჭები, თემურის ნათესავები ისინი და სულ თავის ხელით რაღაცისა და ამჩნდა სოსო წერეთელი. სოსო წერეთელი არ დაუხრიტავთ. იგი თვითმფრინავში დაჭრეს და მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს დღემდე ნაპოვნი ერთადერთი საფლავია. 2000 წელს ეკა ჩიხლაძემ გამოსცა წიგნი სათაურით დასახრეტი საქმე. ავტორი მომხდარის გაანალიზებას ცდილობს და გამოძიებისაგან განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს. მე ვთვლი რომ მე პიროვნულად ძალიან დიდი ზიანი მომაყენეს. მე მომაყენეს ტრამპ, მე ძალიან მაწყენ. ფიამის გადაყოფას არ ვაპირებ. როგორ გამომივა ეს მეორე მომენტია, მაგრამ სიმართლე ეგ არის რა, რომ სიმართლე რო ვთქვა და გულწრფელად რო ვთქვა. აი ეს მამოძრავებს მე და ყველას ხო თავისი ჯვარი ახალ ჩემი ჯვარი ეგ არის. აი ამას რომ დავამთავრებ ხო ფსიქოლოგიურად. აი მე გავაგრძელებ ცხოვრებას ალბათ წყნარად. მშვიდად ისე როგორც ყველა ნორმალური ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანას. გავზდი ჩემ შვილებს და დაველოდები ჩემ აღსასრულს. შეიძლება ძალიან იმიტომ რომ შვილი როგორც არ უნდა იყოს ის შენია. იმას ვერ მოიწოდა ხო, ну რაღაც კმას გაშორდები, ოჯახს დაანგრე, შეიძლება დედასაც რაღაც, მაგრამ შვილი არის რაღაც საოცარეს და ამიტომ რა ვიცი მე ამაყება გიჩემ შვილი. მე ყოველთვის რა ვიცი, ისე ვიქნები, რომ ყველანაირ თავისუფლება არანაირად არ ღირს არაფრად, როდესაც ეს მსხვერპლის ფასი ხდება. ამან არაფერი პრინციპში გარკვეული ისე რომ ვთქვათ, არ ითამაშა როლი, არავინ ამის გამო არ განთავისუფლდა.
ისევ აეროპორტში ვდგავარ, თვითმფრინავის გადაცების ადგილზე. ტელეწამყვანი ლურჯ ფონზე ბავშვების მოგონებიდან კონკრეტულ ამბად გადაიქცა. ჯიბეში თვითმფრინავის ბილეთი მიდევს დასავლეთის მიმართულებით. და გეგას, თინას და მათი მეგობრებისაგან განსხვავებით, ჩემს ქართულ პასპორტში უცხოეთის ვიზაა. ქვეყნის დატოვების უფლებას უბრალო ბეჯერი მაძლევს.